გამარჯობა, მე ვარ ვაჟა და სიცხეზე მეტად მეზიზღება სულ რამდენიმე რაღაც დაახლოებით 2 რაღაც მეზარება ჩამოსვლა რა სიცხე ძალიან მეზიზღება, არ შემილია სიცხე რა და ვინც ადამიანები ვინც ფიქრობთ რომ სიცხე უფრო ატანადია ვიდრე სიცივე, აუტანლები ხართ ჩემთვის, ჯერ არის აუტანელობაში სიცხე, მე ადამიანები ვინც ფიქრობენ რომ სიცხე ატანადია და მე სიცივე. Რახან სიცხე არის, ძალიან სიცხე არის, რახან რა სიცივე რო იყოს არ დავლევდი თუ რა, მაგრამ რახან სიცხე არის, განსაკუთრებულად გემრიელ და ჯაციებულ Starbucks-ის ფრაპუჩინოს, მე განსხვავება არ ვიცი ფრაპუჩინო, კაპუჩინოსა და მოკაჩინოს შორის რა განსხვავებაა, მაგრამ რაც მაქვს, რაც მიყიდია და რაც გამისინჯავს, ყველა ძალიან გემრიელია. დავლევ ამ Starbucks-ის ყავას, ცოტა გავგრილდები 48 წამით და დავიწყებ ვიდეოს. საშინელი სიტუაციაა თბილისში, კი მგონი ალბათ სამყაროში, ძალიან ცხელა, არ ვიცი რატო ცხელა. ესეთი ის არსებობს, რომ მოსაზრება კი არა, ესეთი თეორემა კი არა, ფაქტი არსებობს, რომ რაც რო გადის ჩვენ სამყარო ფართოვდება რა. ანუ უფრო შორდებით ყველაფერს ერთმანეთს რა. ანუ ეხა ყველა სხეული ერთმანეთს უფრო და უფრო შორდება რაც რო გადის და რატო ცხება რაც რო ანუ მზეს რატო ვერ შორდებით ანუ ხო უნდა აცივდეს რატო ცხელა ესე მაგრა სხვათა შორის უკან აი ეს მაისური გავაკარი რომ შემთხვევით კიდე აღარ ჩავიცვა ანუ უცებ რომ აი ძალიან იმაზე რომ არ ჩავიცვა შემთხვევით უკან გავაკარი თუ ჩავიცვი ისწოდეთ რომ აქედან ჩამოვიღე და ჩავიცვი იმიტომ რომ ისეთი მაისურია რომ გრილი მაისურია და აი შეიძლება ჩავიცვა რა ამ სიცხეში. სხვათა შორის თბილისში გუშინ წავიდა ჩემთან შუქი. ზოგან წყალი მიდის, ზოგან შუქი მიდის. დენი შუქი რა, შუქი მქონდა, ანათებდა მზე დედასი. ძალიან ანათებდა, მაგრამ დენი არ მქონდა რა. დენის არ მქონდა, რას ნიშნავს გეტყვით. ზიხარ მობილური დამჯდარი გაქვს და კონდიციონერი არ უბერავს არაფერს საერთოდ. ჩვენ სხვა შორის დიდი მადლობა Celsius-ის ვაუჩერების დახმარებით კონდიციონერის ქვემოთ კიდე ერთი კონდიციონერი დავაყენე, რომ ის კონდიციონერი გააგრილოს, რომელი კონდიციონერით ჩვენ გვაგრილებს, იმიტომ რომ ესე თქოს უშევდა. სიცხეს აქვს ძალიან ბევრი ცუდი თვისება ზოგადად რა, ანუ ცუდი თვისება რა რაღაცა რომ მაგრამ რომ დაცხება ხოლმე რაღაცა ცუდი რაღაცები მოყვება. ეხა შუქის ჩაქრობა, დენის წასვლა, გეტყვით რა კავშირშია რა, ანუ როცა ცხელა ყველაფერი მაღალ ტემპერატურაზე არის საერთოდ აი დნობა მიდის ყველაფრის და გაფართოება მეტალი ზოგადად ფართოვდება სიცხეში რა და რეზინი დნება და ყველაფერი ხო ჩვენ მეტალის რეზინისგან და იმისგან ვაკეთებთ ვაფშე ყველაფერი გაკეთებულია და თან ყველას კონდიციონერები და ანუ როდესაც ანუ კონდიციონერები ზოგადად დიდ იმას მოითხოვს რა ენერგიას მოითხოვს ელექტროენერგიას მოითხოვს და ყველას რო კონდიციონერი აქვს ჩართული და სიცხე როა ძალიან ქალაქში რაღაცეები ფუჭდება რა ანუ ფეთქდება და იწვის და ასე შემდეგ და მაგიტომაც დღენახევარი მე გუშინ წინ დენი არ მქონდა მაგრამ მქონდა სკამი რომელზეც ვიჯექი ესე მოწყენილი ძალიან კაი მართლა მე რამდენიმე ფაქტს მოგიყვებით ეხა სიცხეში რა სიცხეები მომხდარა რა ანუ რა მომხდარა საუდის არაბეთში მაგალითად ესეთი რაღაც მოხდა რომ მანქანებში ხო დადიან რა და მანქანებში ქონდათ კონდიციონერი ყველას აქვს კონდიციონერი ხა საუდის არაბეთში დაჟე მანქანებში კი არ არის კონდიციონერი სანაგვე ურნებში არის მართლა გეუბნები კატარში არის სანაგვე ურნებში არის ეს ზუსტად ვიცი კონდიციონერები ანუ პატარა კონდიცირება აქვს სანაგვე ურნებს რომ არ აყროლდეს ნაგავი რა ანუ სიცხეში ხო ყველაფერი აი ბაქტერია ზოგადად და პარაზიტი სიცხეში იზრდება ანუ ბევრდება ანუ მაგისტვის სიცხე არის იდეალური საცხოვრებელი პირობები და გასამრავლებელი ხოდა ბაქტერიას და პარაზიტს და ამ რაღაცა ძღნერს აქვს სუნი თავისი აი ეგ სუნი აქვს რა და ეგ სუნი რო ძალიან თელ ქალაქში რო ძღნელი სუნი არის დგეს კონდიცირება აქვს დაყენებული სხვათა შორის იმაში რა ქვია სანაგვე ურნებში რა ხო და რო დადიან მანქანებშიც ხო კონდიციონერია რა თქმა უნდა თუ სანაგვე ურნაშია მანქანაშიც ხო იქნება მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მანქანაში უარესი ნაგავი იჯდეს ვიდრე სანაგვეში ეგ თქოს ხო და რომ გადმოდიოდნენ რამდენიმე ადამიანი მოკვდა იმითი რომ გადმოვიდა მანქანიდან და უცებ ძალიან დიდი ის რო იყო რა ქვია კონტრასტი იყო ტემპერატურის უცებ სიცივიდან სიცხეში რო გადმოვიდნენ გულმახიათ და დაიბრიდნენ რა მოკვდნენ
დაიბრიდნენ რა სიტყვა, ხო? დედა მოი. ხო და ესეც პატარა ისაა რა, ანუ უნდა რჩევა არის, რომ ჩვენთანაც ახლა მოდის 40 გრადუსი სიცხე და 41 გრადუსი სიცხე არისო და 42 გრადუსი სიცხე შინაგან ტემპერატურაზე ადამიანი ხარშვას იწყებს, ანუ ხარშვა იწყება ადამიანს. 42 გრადუსი თუ გაქვს სიცხე, ანუ შეუძლებელია რა, ძალიან ცოტა ხანი თუ გაუკაჩავ, იმიტომ რომ დნები შიგნიდან იხარშები რა. ხო და 41 გრადუსზე ვონთ შინაგან ტემპერატურაზე მაქვს საუბარი, გარედან ტემპერატურაზე არ. ხო და 41 გრადუსს მიაღწევსო და ჩემი რჩევა იქნება, რომ ძალიან ყინულზე კონდიციონერი არ დააყენოთ, იმიტომ რომ საშიშვრება არის მაგისი, რომ გადმოხვალთ მანქანიდან რაღაცა ისეთი დაგემართოთ, რომელიც დამართნაც არ გინდათ რომ გქონდეთ. AI ნახე TikTok-ზე შემხვდა AI ძალიან სასაცილო, ძალიან გამეცინა. ბოდიში ახლა რასაც მოყვები, ვისაც მით ჭამთ დაიკიდეთ, გადაახვიეთ. ორი ბაბუაზის და ერთი ბაბუ ეუნება მეორეს, რომ ყოველდღიურად შვიცარიძე ჩვამო და მე მაგაში პრობლემა არ არისო და 8-ზე ვიხვიძებ. თან ბაბუები რაღაცა კომისაცილო. ქართული გუნდები, ყველა ქართულმა გუნდმა განიცადა კრახი. ჩემმა საყვარელმა იბერიამ, ბევრი იმერელი და ქუთაისელი ადამიანის საყვარელმა ტორპედომ, გორის დილამ კიდე ნაკლები კრახი განიცადა, მაგრამ კრახი არა. და სპაერმა რა, ანუ ყველა გამოვარდა რა და ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი უკმაყოფილოა და ამბობენ რომ გული აღარ შეგვტკივაო, აღარ ვართო თითქმის გულშემატკივრები, ბევრი მაგასაც იძახის. მაგრამ ერთ რაღაცას გაგახსენებთ, ყველაზე პოპულარული ვიდეო ერთ-ერთი როდესაც საქართველოს ნაკრები აგებს თამაშს და კომენტატორი რო იძახის რომ აი როგორ შეიძლება ან რამე ჯიგარიო ხო შეიძლება აი ეგ იყო ბოლო მომენტი როდესაც საქართველოს ნაკრებზე ეგეთი რაღაცის თქმა შეგიძლო მაგის მერე დაიწყო აღზევება ანუ მეგობრებო ჩემო საყვარელო ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო გახსოვთ რომ გითხარით თუ გინდათ რაღაცა ააშენოთ თუ გინდათ რომ სიმაღლეზე ახვიდეთ სადღაც ორმო უნდა ამოთხაროთ სადღაც ქვიშა უნდა აღარ იყოს რომ თქვენთან ქვიშით სასახლე ააგოთ ზუსტად ეგეთი რაღაცა მოხდა რა ანუ ყველა დიდ დაცემას მოყვება ყველაზე დიდი აღზევება როგორც საქართველოს ნაკრების ამბავში მოხდა და აი მე რასაც ვიძახი ყველა მე ხა ამოვანათორებ მაგნად თქვა მინანუკა პოდკასტებში წლების წინ თქვი რომ ქართველი ჩემპიონები გვეყოლება UFC-ში და ლეგიტიმური აზრი იქნება თქო რომ ყველაზე მაგარი მებრძოლები UFC-ს საქართველოში იბადებიან თქვი 4 წლის წინ თუ 3 წლის წინ მეტამორფოზა იყო გადაცემა ლინკს ქვემოთ იქნება რა და 3 წლის წინ ამბობდი და ახდა მე ყვარაზე რომ ამბობდნენ რომ PSG-ში რატო გადავიდაო მეთქი იმიტომ გადავიდა რომ PSG-ს ოცნება აქვს რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს თქო და პირველი ტიპი იქნება ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს თქო რა ნაპოლის ხო ოცნება ქონდა თქო ამდენი ხნის მერე რომ სკუდე ანუ სერია ამოიგო მოაგებინა თქო ეხა PSG-ს იმას მოაგებინებს თქო და ეგეც ანუ ბევრ ეხაც მაგას ვიძახი რომ ეს მარცხი იქნება დიდი აღზევების სათავეი სანამ ფეხბურთზე ვლაპარაკობ შეგახსენებთ რომ მე მყავს კომპანია გვერდში რომელიც სულ გვერდში მყავს ეს არის ჩემი პრომოკოდი სეტანტა არის პრომოკოდი ბასტუა პრომოკოდი რომელთაც ისედაც კაპიკ ნახევრად ნაჩუქარ subscriptions კიდე 30% დააკლდება და კაპიკ ნახევარს მინუს 30% კაპიკ ნახევარისა შეგეძლებათ იყიდოთ subscription-ი და უყუროთ ყველა სპორტს დოღიდან დაწყებული ფეხბურთით დამთავრებული. სხვათა შორის ვიცოდეთ, ფაქტია ეგეც და დადასტურებული ფაქტია, რომ სიცხეში ადამიანი უფრო აგრესიული, ანუ სხვა აი როგორ რაღაცა სიცხეში ტესტოსტერონი იმატებს. ხო იცი ტესტოსტერონი რა არის? ტესტოსტერონი არის კაცში რომ ბევრი არის და რაც უფრო ბევრი ტესტოსტერონია, მით უფრო ბევრს რომ ნადირობს და ხორცი და სისხლი და აი საჭმელი ქალო და ზოგადად სიცხეში ადამიანები უფრო აგრესიულები არიან და უფრო ნაკლებად არიან ტოლერანტულები რაღაცების მიმართ, ამიტომ თქვენ თუ შეგიძლიათ რომ ტესტოსტერონი გააკონტროლოთ, არ აყვეთ რაღაცებს, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რაღაც ეგეთი მოხდეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, სიცხეში ადამიანები ბევრად აგრესიულები არიან, შეიძლება სიგრილეში, აი ამ სიცხეში რო არ ყოფილიყო სიტუაცია, სადაც თქვენ ცუდად გახდით და ჩხუბი დაიწყეთ მასთან, შეიძლება სიგრილეში, გაზაფხულზე, შემოდგომაზე ან თუნდაც ზამთარში ეს ყველაფერი არ მომხდარიყო და ჩვიდად ჩაიარა, მაგრამ ზაფხულში, აგვისტოში 41 გრადუს სიცხეში და ეს მანქანებიც რო გამოსცემენ ამ სიმხურვალეს და 41 გრადუს სიცხეში ეხმარებიან ტემპერატურას რო 42-მდე ავიდეს, მან სხვანაირი სიტუაცია და უფრო აგრესიულები არიან, ამიტომ ზაფხული გასპარმეთ. კაი ზაფხული არა, ივნის რას ვერჩი.
მაგარი ივენთი ჩატარდა სპორტ სასახლეში ივნისში მივასება. ელ აგვისტო თუ შეიძლება. ლომი ვარ აგვისტო ძალიან მაგარი. იმკითი. სხვათა შორის ყველაზე დიდი თბილისში ხა ხო ვერჩი, მაგრამ ყველაზე ცხელი ტემპერატურა დაფიქსირდა ქუვეითში 54 გრადუსი იყო ტემპერატურა წარმოიდგინეთ 54 ქუვეითელი რო ხარ და 54 გრადუსი სიცხე როა გარეთ და რა ხდებოდა იცით რომ მანქანების ბორბლები და აი ეს ბენზინის ჩასასხამი ისინი სკდებოდა რა ანუ ყველაფერი სკდებოდა და პარკინგზე რო გაიხედავდი გეგონებოდა რომ ომი მიდიან სროლა მიდიოდა სერიოზულად რომ ფეთქდებოდა რაღაცები მანქანები ფეთქდებოდა რა ძალიან საინტერესო იქნებოდა ის რომ გახარ და პარკინგზე იყურები და ერთ მანქანები რომ ფეთქდებიან უბრალოდ სიცხის გამო აღარ შემილია ბუხ ხო რო გითხრა ერთ სისქეში ეს მეტალი სიცხეში ფართოვდება თქო ესე ფართოვდება თქო რო ვთქვი იტალიაში მაგის პრევენციის მიზნით რომ ეს გაფართოებულ ლიანდაგებზე მატარებელს ბორბლები რაღაცა არა მოვარდნილი ყვან რაღაც ეგეთი თეთრად შეიღებას რო იცოდეთ ანუ თეთრი ხო ირეკლავს სხვათა შორის გარეთ ჯობია ორი რაღაცა ვიცი მაგაზე რომ ზოგი ამბობს რომ ჯობია შავი გეცვასო იმიტომ რომ კანი აირეკლავს თუ რაღაც ეგეთ და თეთრი ჯობია ბევრი ამბობს რომ ან თეთრი მზე რო ხდება ანუ მსხივი რო ხდება ამ თეთრს ირეკლავს რა ანუ არ შემოდის სიცხე ნაკლებად ცხელა ესე რომ ვთქვათ რა და ეგ ლიანდაგების თეთრად შეღებაც მაგ მუღამით მოხდა რომ აი აერეკლა აი ამ მზის სხივი იმას რა ქვია ლიანდაგს და ეს ძალიან არ გახურებული იყო ეს ლიანდაგის მეტალი მე ვემხრობი მე ვარ თიმ თეთრი ჯობია რო გაცვია ისეთი სიცხე იყო რომ ვიღაცა ტიპმა ისეთი ცხელი პერიოდია რომ ვიღაცა ტიპმა არიზონაში მეილბოქსი როა ხო იცი აი მეილებს რო ჩვენთან საქართველოში არ არსებობს და მარტო კინოებში გვაქვს ნანახი მეილები და გაზეთებს რო ტოვებენ იმ რაღაცა ყველა სახლს რო თავისი აქვს მან ტიპმა პური გამოაცხო აი ესე შედო ცომი პურის ცოტა ხანი დააცდა გამოიყო პური იყო ჩვეულებრივი რა და კიდე ერთი რჩევა შუშიდან რო იცოდეთ აი ჩერეზ შუშა ანუ სრუ შუშა შუშის გავლით სხივი კიდე უფრო ცხელდა ანუ ცხელი შეიძლება იყოს და შეიძლება 60 გრადუსამდე გააცხელოს რაღაცა რა ანუ შუშის გავლით სხივმა რა ანუ 60 გრადუსამდე გაცხელდეს და ამით იმის თქვა მინდა რომ აი მანქა ძაღლი კატა რა ვიცი ბავშვი თქვენ რამე ნიუთი რომელიც გახურებს შეიძლება აფეთქდეს მანქანაში არ დატოვოთ იმიტომ რომ 60 გრადუსი ძალიან ბევრია 60 გრადუსი დაწვავს ნებისმიერ ბევრ რაღაცას გარდა იმ ბაქტერიისა რომელიც მრავლდება სიცხეში და ყარს კიდე ერთი ლაიფჰაკი ვითარი რომ როცა დადიხართ გარეთ თქვათ მზეში ხართ რა თქვენი ჩრდილით რაც უფრო პატარაა თქვენი ჩრდილი ესე იგი მაგ მომენტში ძალიან გაცხუნებთ და ძალიან სახიფათოა მზის დარტყმა შეიძლება მიიღოთ მზის დარტყმა ოღონდ დარტყმა ესე ჩვეულებრივი დარტყმა რა ანუ ილიათოფურიას დონის დარტყმაზე მაქვს საუბარი მიიღოთ ანუ თუ პატარაა თქვენი ჩრდილი რამე დიდი ჩრდილი იპოვეთ და შეეფარეთ აუცილებლად რა და სხვათა შორის 4 გრადუსით ნაკლებია ტემპერატურა ბუნებაში სადაც ხეებია ფოთლებია ბალახებია ვიდრე მაგალითად ქალაქში სადაც ბეტონი რკინა და მანქანებია რა ანუ 4 გრადუსი ძალიან ბევრს ნიშნავს როცა 41 გრადუსზე გვაქვს საუბარი ანუ 4 გრადუსი შეიძლება 24-სა და 28-ს შორის მაგხელა სხვაობა არ იყოს როგორც 41-სა და 37 შორის რა ანუ აი ძალიან დიდი სხვაობაა რა უი ძალიან საინტერესო მოდი მოვრჩეთ სიცხეზე ლაპარაკს იმიტომ ძალიან უკვე მცხელა მეც მაგრად რა ესეთი ამბავი იყო რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი რომ Sydney Sweeney რომ I have great jeans გონი რაღაც ეგეთი იყო რა ხო ოღონდ ეს jeans არის jeans-ის რეკლამა American Eagle არის ეგეთი კომპანია და jeans-ის რეკლამა ოღონდ jeans ინგლისურად ასევე არის გენები და მე მაქვს კარგი ჯინსები ოიძახის მაგრამ ორაზროვანია და ზოგ ბევრმა გაიგო და ზოგადად ეგეც იყო ალბათ ჩაფიქრებული ხა მარტო ტიპებმა ესე გიჟები არ არიან რა ანუ გაიგეს და ეგრეც იყო რომ რამე რომ my jeans are great ანუ ძალიან კარგი გენები მაქვს რა და წამოვიდა TikTok ტრენდი რომ აი მაგალითად ფერატკანიანი ადამიანი დგას იმასთან აქ მაღაზიასთან და I am American Eagle-ის მაღაზიასთან და შევიდე თუ არ გინდა ჯინსი ვიყიდოთ და გამოხედავს და არაო მე არ შემიძლია თეთრი არ ვარო და რაღაცა ოფენსივად მიიღეს ეს my jeans are great მე მაქვს ერთი მარტივი მაგალითი რა ყველაზე მეტი შედეგი მოაქვს როდესაც ზღვარზე გადიხარ ანუ ყურე ზღვარი არის რას ნიშნავს იცი რომ არც ზღვარს გადააბიჯებ ისე რომ აი всё შანსი აღარ გაქვს და არც მოსაწყენად შუაში არ იქნები რა ანუ აი ზღვარზე რო გადიხარ მაგას ყოველ
ყოველთვის ყველაზე დიდი ის მოაქვს, რა ქვია, რეზონანსი რა, რეკლამის ამბავში მაქვს საუბარი რა. თუ რამის დარეკლამება გინდა, ანუ შეხედე, ყავს დამცველები და ყავს მოწინააღმდეგეები და ყველა მაგაზე ლაპარაკობს ერთმანეთში მიდის ჯახი რა და ეს my jeans are great თუ my რაღაც ეგეთი მსგავსი სლოგანიც ძალიან იდეალური რეკლამა იყო. გაყიდვები რა თქმა უნდა გაიზარდა კი რა გადაიზარდა და რავი Levi's გაასწრო მგონი და მარტო იმიტომ რომ ადამიანებმა პირას შეურაცხყოფად მიიღეს რომ თეთრკანიანი ქალბატონი ამბობს რომ ჩემი გენები კარგი არისო რა და ისე მოისმინეს როგორც თქვენი გენები ცუდია. უი, იმ დღეს საკუთარი თავი შევამჩნიე ვოლტის სკროლავდი. ანუ ვოლტს იმიტომ კი არ ვსკროლავდი, რომ ვოლტზე ძალიან მაგარი პოსტები დაიდროპა. იმიტომ სკროლავდი, რომ საჭმლის გამოძახება მინდოდა და ანუ არჩევის დროს ანუ სკროლე რა, ანუ 1 საათი ვსკროლავდი. ბურგერი, ეს ბურგერი ჯობია თუ ის ბურგერი, ორივე გასინჯული მაქვს, ორივე ზუსტად ვიცი რა გემოსი, მაგრამ ამაზე არის 1%-იანი ფასდაკლება. 30 ლარის მაგრამ ღირს 29 და 99999 და ის იმაზე არ არის ფასდაკლება და ეს ხო არ გამოიწერა ხან ფასდაკლება, მაგრამ ბიჭო, ეს ერთი თეთრი მაქვს, არაფერს არ მიზავს, მაგრამ ფასდაკლება როა, კაი, მოდი ბურგერი არ მინდა, გადავიდეთ სუში, ბიჭო, სუში თითქოს ახლა ჭამ გონებაში, მაგრამ აი თითქოს რაღაცა მაკლია, შაურმა ხო არ გამოიძახო ბიჭო, მაგრამ შაურმა რაღაც აღარ მისწორდება, სულ შაურმა ვჭამდია და ხა აღარ მისწორდება. რამე ახალი ხო არ ვჭამო რა. მოდი შევიდეთ აბა რამე რესტორანში, ისეთ რესტორანში, გურმე რესტორანში, წკაპ რაღაცა აფხაზურა ბადეკონში რაღაცა, ეს მინდა, მაგრამ ბიჭო, გემრიელი რო არ იყოს. მოდი აბა ერთი Facebook-ზე გადავალ, ახლა რამე როგორი შეფასება გადავედი Facebook. არსებობს ესეთი პარადოქსივით რაღაც არის, როდესაც ანუ არჩევნის თავისუფლება უდრის ტყვეობა. კარჩი, აი ამ ამბავში ვერ გამოვიძახე ვერაფერი. მე ავდექი, მე გავაკეთებ თქო. დავდექი, გაკეთება დამეზარ, გაკეთება არ დამეზარ, მე ამის გარეცხვა დაეზარდა ნუკას. გარეცხვა დამეზარა. მე დაუბრუნდი, ისევ სკროლე და კაროჩ გავგიჟდი რა და თან მაგხელა არჩევანი არ გვაქვს რა. ანუ ეგეთი დიდი სხვაობა ანუ არ არის რა, ანუ რაღაცა არის ყოველთვის რომელსაც აი რავი 10 რესტორანი და ჭამ. კიდევ წარმოვიდგინე ხა რომ ძალიან დიდი არჩევანი რო იყოს, მართლა უამრავი არჩევანი რო იყოს, ალბათ რავი დღის ნახევარს მაგაში დავხარჯავდი. არა და მე რო დღის ნახევარი რაღაცა სხვაში დავხარჯო, აშენდება საქართველო 15000 გამომწერზე ავედით. იცი რატო ავედით? მე კი არ ავედი. მე, ნანუკა და თქვენ ავედით. ანუ რამდენი გამომწერიც ხართ პლუს 2 ადამიანი ავედით 15000 გამომწერზე. ძალიან საინტერესო რუბრიკა მაქვს. ეხლა ვიდეოს დავამთავრებ. ბოლო რუბრიკა, ჩემი მობილურიდან რაღაცა რენდომ ფოტოებს ამოვარჩევ და კოლაჟი გაკეთდება რამე მაგარ მუსიკაზე. დაგემშვიდობებით და პირობას გაძლევთ, რომ გამორთავ ამ კამერას, მე ავდგები და მეებს განათებებს რაღაცებს ჩანთაში ჩავაწყობ და ამ კამერასაც დავდეფიქით და მასალას კომპიუტერში გადავიტან. გახსოვდეთ, პირობას ყოველთვის ვასრულებ.